თბილისი ოპოზიცია 62%, ოცნება 19%. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამიას ლაიც აქვეყნებს, რომელიც მისი ცნობით ქართული ოცნების ბოლო შიდა კვლევებს ასახავს. გრაფიკის მიხედვით საერთო ჯამში მმართველ პარტიას 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, ოპოზიციას 39%. კიდევ 30% კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ადგენდა დღეს, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის დაუჭერდნენ მხარს მოქალაქეები. გვარამიას ცნობით კვლევა ოცნების დაკვეთით ჩატარდა. მსახიობი ეკა ნიჟარაძე მარჯანიშვილის თეატრიდან გაათავისუფლეს. არა სიმბოლურია, რომ შრომელთა საერთაშორისო დღეს 31 წლიანი მუშაობის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან გამომისტუმრეს, დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში. რაიყო ამის მიზეზი, ნიჟარაძეს არ დაუკონკრეტებია. იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ქართველები 2 იტალიელთან ერთად მათ მიერ გაქურდულ ბინაში დააპატიმრეს. მიღმიანი პირები მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილები ადგილზე აიყვანეს. უკრაინის ზუსტი დარტყმებისა და სანქციების შემდეგ რუსეთმა 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე 7 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აპრილის შედეგების მიხედვით ბრძოლვადიანმა სანქციებმა ახალ დონეს მიაღწია 3 კომპონენტის მიხედვით. რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირების, ასევე სანქციების დიაპაზონისა და ინტენსივობის კუთხით.